დღე მშვიდობისა მეგობრებო, ბედნიერი 2026 წელი. მე მგონი პირველი ვიდეოა ამ წელში, რასაც ესე ამბავს ყვები ჩემი განვლილი ისტორიიდან. გუშინ მე მორიმა მომიგდა 7 წლის წინანდელი პატარა ამბავი. ჩემი ნათლულის დის უსაყვარლესი ისტორია. ელენიკოსი. ელენიკო როცა იყო ძალიან პატარა, არ ვიცი, პატარობიდანვე ძალიან კარგად მეგობრობთ. უყვარვარ ძალიან. და ნუ რა თქმა უნდა, მე რომ მიყვარს ორი აზრი არ არის. და ესეთი რაღაცები იცოდა ხოლმე ზღაპრებს უყვებოდი, ერთად თამაშობდით, ვერთობოდით და ერთხელ გამომიცხადა, თუ შეიძლებაო მომიყევიო ზღაპარიო, ბაყაყზეო რომელმე შეჭამა ტალახი შოკოლადიო და ვერაფრით ვერ გავიხსენე. ზღაპარი ტალახზე და ტალახის შოკოლადზე და ბაყაყზე. დაწერე პოსტი, ვინმეს მეთქი, ხო არ გეცნობათ მსგავსი ზღაპარი. ან მომაფიქრებინეთ მეთქი რამე. და ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა, სოფია, მადლობა თუ ნახავ ამ ვიდეოს კიდევ ერთხელ აქედანაც. დაწერა სახელდახელოდ ელენიკოსთვის ზღაპარი. მაშინვე წაუკითხე ელენიკოს, მაგრამ დედამის არ უნახია. ნუ ელენიკოც გაიზარდა, მაშინ ძალიან პატარა იყო და გუშინ მე მორიმ რომ ამომიგდა დედამისმა ნახა ჩემმა მეგობარმა. და წაუკითხია ელენიკოსთვის და ბავშვი იყო უბედნიერესი და ჩემთვის ვიღაცამ ზღაპარი შექმნაო და გაჩვენეთ ახლა ვიდეოს რა რეაქცია ქონდა, როცა მისთვის შექმნილი ზღაპარი მოისმინა 7 წლის შემდეგ. უკვე მოზრდილი გოგოა. ელენიკო, მიყვარხარ? სოფი, დიდი მადლობა. ემილი, ელენე, ნათლია სიყვარულები ხართ თქვენ და თეო და მერაბი ისეთ კარბავშვებს აკეთებთ და შობთ. კიდე გააჩინეთ რა. თქვენ კიდე ისიამოვნეთ ემილის და ელენიკოს ვიდეოთი. მიყვარხართ? ბედნიერი 2026. იქ ზღაპარი? საერთოდ არ გახსენებს არაფერს? არა. რა მოიტყუეთ? არაფერი არ მოუტყუებინა. ერთხელ ანა ახალაძეს აძალებდი რომ მომიყევი ზღაპარი, რომელიც ყვება იმაზე, თუ როგორ შეჭამა ბაყაყმა ტალახის შოკოლადიო. მე ვთხოვდი მაგას? ხო და ანა მადგა და თავის გვერდზე დაპოსტა, მომაფიქრებინეთ ზღაპარი, რომელიც გვიყვება თუ როგორ ჭამა ბაყაყმა ტალახის შოკოლადიო. და თავისმა მეგობარმა ადგა და დაუწერა ზღაპარი, რომელიც ახლა ვნახე რატომღაც. ანახი. პატარა და ჩერჩეტი რო იყავი, ანას რო ეუბნებოდი, რომ მომიყევი ზღაპარი, სადაც ბაყაყმა შეჭამა ტალახის შოკოლადიო. პერსონალურად ჩემთვის შექმნილი ზღაპარი. ხო და არ იცოდი ამდენი ხანი.